გამარჯობა, მოგესალმებით ეთერშია ტვინის გასაღების 55 ეპიზოდი და მე გახლავართ საბა ჯანაშია ამ გადაცემის წამყვანი. წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღათურია ჩემთანაც წამყვანს. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა ჩემო ძმა. ეს არის რა ქვია, მე მინდა რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდე დღეს, იმიტომ რომ რაღაცეები ისე დაგორდა. 55 გადაცემა და ანუ სულ ნაცებზე გვექნება მარტო გადაცემა 2 ხუთიანის პონჩი რა. ნაცებს მიუძღონათ. კი, ცოტა ნაცების გადაცემა იქნება, ხო, რა ნაცებზე. და თქვენ მაგრა დადექით. რაც თავარია. მოდი განვიხილოთ ჩვენ წინა გადაცემიდან ვიდეო, რომელიც მთელ საქართველოს შეეხო მართლა აი, რავი, ჩვენ გვერდზე მარტო 9 მილიონი ნახვა აქ და ანუ ყველა ადამიანში რაც დავაკვირდით, ყველა ადამიანში გამოიწვია, ანუ თანაგზნობა და ყველა ადამიანში სიბრაზე, ანუ ყველა ადამიანის სათქმელი თქვი. ყველა ადამიანის და ვაკვირდები რომ აი ვაფშე ერთეული კომენტარებია ვიღაცა იმანანა თისნამაშვილი და რაღაცა ამოღებული ორი შვილიშვილის სურათი უდევს ოღონდ შვილიშვილების სხვაგან სხვების უდევს და სამი თავშვილიშვილები არც ერთი ალბათ ამის შვილიშვილი არ არის და ვაფშე ამას ეს კაცია ვაფშე ეს ტიპი უეჭვა და აი რაღაცა ტროლა მოხუცი ქალები რომლებსაც არ უხდებათ ეს ტროლობა და რაღაცა ანუ აი ყველა ერთნაირი რიტორიკით და ანუ ესე იგი ჩვენ ჩაწერილ ვიდეოს მოყვა ეგეთი კითხვა ისმევა რომ თქვენ როგორ არ გაბრაზდით იმ რუსებზე რატო არ ბრაზდებით ჯერ რა მათი გადასაწყვეტია მე ვიზე გავბრა როცემენი ხმას რატო არ იღე ჯერ ყველაფერზე ხმას ვიღებთ სამოსაღები ხო და ნახე აი ეს ერთეული ხო და რა პრობლემა რაშია რა ამათ არაფერი ნანახია რა აქვს ეხა ეს ვიდეო ნახეს გაიგე და ამ ვიდეოთი იმას რატო არ ლაპარაკობთ ადექით კეთილი ინებეთ შებძანდით ჩვენ რომელი აი სოციალური ქსელის გინდა ნებისმიერ გვერდზე და კარგად მოძებნენ და კარგად უყურეთ რები მაგ ეს წყალწაღებული ტიპი ადრე ჩვენ ჩვეულებრივად ამოყვანილი ყავს და რილსი ვაგ გაკეთებული რომ ეკლესიების გრევაზე რო იძახდა გაილანძღა რომ ანუ აი რა რცხვენია ეს მაგრამ ამას არ შერცხვა და ეხა ნახე რა ხდება რა ეხა შერცხებოდა ერთი ხო და ამ კომენტარებს უყურებს ხა ის ტროლების ვეღარაფერს ვეღარ შევი იმიტომ რომ ხედავს რომ ყველა კაი კომენტარია და ყველა ამ ვიდეოსკენ არის ანუ ვეღარ გაკაჩავენ და აზრი არ ექნება ჩვენი ან აქციების მარგალიტი ერთ-ერთი მაგდა მამუკაშვილი ქალბატონი მაგდა მამუკაშვილი ეტყობა მიწერეს რომ რაღაცა ვინმე თქვით რომ რამე გააკეთეთ თუ ანუ რამე ვიდეო ჩაწერეთ ამ ტიპზეო რა და ადგა და გადაწყვეტილება მიიღო რომ ჩაწეროს ვიდეო ეხა და ანუ აი ეს ვიდეო აიღო რომელსაც მართლა მილიონობით ნახვა აქვს ბევრი იფიქრა და რაკნას და ამოიღო ვიდეო სადაც მე ვლაპარაკობ რაღაც მეც ვილაპარაკე იმ ვიდეოში და ისე აჩერებს ჯერ ვიდეოში სადაც შენ ამოიღე საერთოდ ნოდარ დუმბაძე და სცენებას არ არის იქ არის ლაპარაკი ჩემ ვიდეოში ხაზი გაუსვი და უფრო მეტი ყურადღება იმას მიაქცია რომ ბებოებზე რომ თუდად ლაპარაკობდა და ანუ ვინ ცოცხალია დღეს ვინ გარაცვლია რა ვინ არის და ესე რომ ზიხარა თავხედი რო ხარ და მაგას აკეთებ ეს არ შეიძლება ეს გოგო და რაღაცა ნახევარი ჩემი ვიდეო გაუშო ოღონდ იქ ნოდარ დუმბაძე ნახსენები ისიც არ მოусმინა მე რაზე ულანძღავდი მიხვდი ამას რომ ეგეც არ გაიგო და ამოიღო ეს ვიდეო ეს წყარად შვიდა და ერთი წუთია მე ვარ მჯერაო შენი ემოციისო რომ ესეო და ანუ ეხა არგუმენტი ხო უნდა გქონდეს ამ ხელა გოგო ხარ და აი ეს რაღაც შენი სექტის მიმდევრები რაღაცად მიგიჩნევენ როგორ არ გიცნობს თან ემოცია არ მოიგინე ბიჭო ჩემ ხო რომ მე რომ მაგას მეუბნები და ქალბატონმა თეა წოლუკიანმაო ესეთი განცხადება გააკეთაო ანწუხელიძეზეო რომ რაღაც უაზროთო შეეწირა იმ უაზრო იმების ხუშტურს და პიარ შეწირეს აი ხა ნახე რა ჯერ იმედენად მართლა არაფერი არიცი ქალბატონო მაგდა რომ დუპლეტი არის რომ არაფერი არიცი რომ ანუ რა შუაშია ის ვიდეოც რო დაჭერი ჩემი ვიდეოც რო დაჭერი ამ ხალხს კიდე ცდილობ რომ რაღაც ნაცარით შეაყარო თვალებში როგორ ქალბატონი თეა იძახის რომ გმირულად ადამიანი რომელიც შეეწირა რომელიც მართლა ჩვენი ანუ საყვარელი ადამიანია და რომელიც გმირობაზე დღემდე კი არა მთელი ცხოვრება ილაპარაკებენ ქართველები ანუ დგები და ეს ქალი იძახის რომ ეს კაცი გმირი ისედაც და ასედაც რაც არ უნდა მომხდარიყო გმირულად დაიღუპებოდა და საქართველოსთვის დაიღუპებოდა მაგრამ შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა ეგეთი რაღაცები და თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანი ვინც იმ აგვისტოს ომში დაიღუპა არ დაღუპულიყვნენ და საერთოდ არ მომხდარიყო ეგეთი რაღაც ანუ ეს შესაძლებელი იყო ნახდათ და ანუ ამაზე თქვა რომ ანუ შეიძლებოდა რომ ეს კაცი ესე არ ამას ამახინჯებ ჩემ ვიდეოსაც ამახინჯებ
და მეუნები 2025 წელს ჩემ გვერდზე რატო არ გამოხვედის, ჩემმა სიბრაზემ კედლებმა ვეღარ დაიტია და აიუნები დაინგრა და გადმოისხა იქ. მომისმინე. შენ გვერდზე რანაირად უნდა ვიდგე? ჯერ რა გვერდი შენ გაქვს? მე მეორეზე. შენ გვერდზე ვინც დგანან, ჩემთვის არიან მიუღებელი ადამიანები, იმიტომ რომ არც ქცევა იციან, არც გაპროტესტება იციან, არც ქართული არაფერი არ იციან და იდექით და ირანის შახს რო გინდოდათ რომ დაბრუნებულიყო და სერენადას უმღეროდით და ცეკვავდით და იმ ღრიანცელი ატეხეთ შუა რუსთაველზე ეკლესიის წინ და წინაპრებზე ამის მერე როგორ ლაპარაკობ, როცა მართლა ჩვენი წინაპრები და ჩვენი ყველა მართლა მაგათ ებრძოდნენ და დღეს დგები და ყველაფერი რაც შენ გაწყობს ისე ლაპარაკობ. სირცხვილია უბრალოდ ახალგაზრდა გოგო ხარ, მე ვიცი ზუსტად ვინ ვარ და აქამდე ვინ ვიყავი და 25 წლამდე 24 წლამდე და ყველგან, მაგრამ რა 20-25 შვილო, აი მოდი რა, კარგად გაზომე ამის მერე, ვის რა ვიდეო უნდა ჩაუწერო და ვის რა ვიდეოზე უნდა დააკეთო კომენტარი. ან ცოტა რაღაცა ძლიერი მაინც გააკეთე, რომ რაღაცა არგუმენტიც ისმოდეს შენი და ხალხმა პროსტა არ დაქცინოს და შენივე დადებული ვიდეოს კომენტარებში შენ არ გაგლანძღონ და მე არ დამიცვან. რავი, ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. აქვე დავამთავრებ მე ამ გოგოზე მეც არაფერს თქმას აღარ ვაპირებ. ნაიცი რა მომენტი აქვს, მანდ რა თვითონ ხო იძახდნენ რომ ერთეულები ვართო და მაგიტო უნდა რომ ერთეულები აღარ იყვნენ და გეძახდნენ. ანუ იმასაც გეტყვი რომ კი, ჩემი ვიდეოს დადებით, ალბათ რეკორდები მოხსენია, რამდენიც ნახვა გაქვს, მაგდენი ნახვა არც ერთ ჩემ ვიდეოს არ აქვს და ყოჩაღ, მაგრამ მოდი იფიქრე, იქნება კაი რაღაცა კაი ვიდეოები რო ჩაწერო და სადმე ჩვენი გადაცემის წინი გამოიყენო, შეიძლება მაგრა გავარდეს შენი TikTok-იც და მაგრა მოიხოდო, მაგრამ ეხა აი ესეთი რაღაცა ცუდი და არასწორი თამაშით ჩვენ უგვეთამაშებით ძალიან მაგრა გთხოვ, იმიტომ რომ არანაირი სიმართლე შენსკენ არ არის. არა, ძალიან მარტივია წულკიანმა რა თქვა, რომ სააკაშოს ეს უაზრო ომი რო არ ეწარმოებინაო, გმირი ამწუხელიძე ეხლა იქნებოდა სოცხალი. რა არის აქ? რამე არის სირთულესთან რამე წარმოება. დაუღეჭოთ. მაგალითი მოვუყავთ, რომ რას გულისხმობს ეს ამბავი რა, ხო, რა? რავი, მართლა მაგალითებიც დაღეჭვის დონე ხო არ და მარტივი პრიმიტიული სიტყვები არის, გამგები გაიგებს. აკ აქვს კარგი გამგები უნდაო და ეს ნამდვილად არ არის კარგი გამგები. საერთოდ სხვა ასტრალში არიან, რაშია და არა ერთმანეთში და როგორ ეს ეთყობა გაბრაზებულია. არა, ეს უბრალოდ რამე უნდა ექნა, აი რაღაცა რომ უნდა ქნა, ხო იცი, ეგ მომენტი როა, აი ეგ არის და მაგ ეგეთ რაღაცების გაკეთებას ჯობია საერთოდ არაფერი არ გაკეთო და შენთვის ისე რაღაცნაირად იყო რა. და ონისე აი როგორ იქნება შენი რადგომარეობაში? ონისე მე მგონია რომ ანუ რავი, ყველა პლატფორმაზე ვიდეო ვიდეო და ყველა პლატფორმაზე რავი, ასეულობით ნახვა ქონა და ხო, ეხა მაგან კიდე თუ ეს არ დააფიქრა, აბა რამ დააფიქრა? ანუ თავის თავში ბევრს ფიქრობს დამიჯერე მე. ღმერთმა გიშველოს და ღმერთმა ანუ რაღაცა დაგეხმაროს, რომ იქნებ და გონს მოეგო, იმიტომ რომ არასწორი ქვეყანა აქვს არჩეული, შენი რაღაც არასწორი იუმორისთვის და მოდი რა ძმაო რა, შეჩერდი ხალხს კიდე მოუწოდებ, რომ ეს იყოს სამაგალითო ყველასთვის, არავის არ უხარია არც ძალადობა, არც თავში წამორტყმა და არც შეურაცხყოფა და შეურაცხყოფას და თავში წამორტყმას თუ ვაპროტესტებთ, ყველა მხრიდან გავაპროტესტოთ. ანუ შენ თუ მე მაგინებ და არასწორად იქცევი, მეც მე მოვდივარ და გირტყავ და დაუშვათ ჩემი საქციელი სადღაც არასწორია, მოდი რა პატივი ვიცეთ ერთმანეთს, განსხვავებული აზრი მოვისმინოთ და რაღაცა იუმორშიც, რაღაცა ზღვარია, სადაც ისეთ ადამიანებზე ნუ ვიღადავებთ, ვინც ჩვენთვის ქართველებისთვის რაღაცას რო ეს ხო გიბრუნდება რა და ეგრე არის ხა რაღაცას რო გააკეთებ, პასუხის უნდა აგოს შენ საქციელებზე რა. ეგეთია ცხოვრება, ესეთია მოწყობილი, რომ ადამიანები საკუთარი საქციელებზე პასუხს აღაგებთ, ხო? კარგზე და ცუდზეც. ეხლა შენ ზად უნდა იყო რა, ეხლა ამ ქვეყანაში რო ცხოვრობ და ეს რაღაც რო აკეთებ, პასუხისთვის ზად უნდა იყო და მიშველი არ უნდა იყვირო და აი მაგდა რო თავაზობდა რომ აქ შემოგვიერთთიო. აი მოდი ხო ვიდეო ჩავართოთ, აგერ გუშინ წინ დაიჭირეს რაღაც აქტივისტი, ბანერით ეჭირა ხელში რომ ეს ბიძინა არის თუ რაღაც შეურაცხყოფელი, მაგას ნახავენ, აგერ არ გავიმეორებ და ეხა აი საზოგადოება ნახე როგორი ხალხი ვისთან თავისუფლება რეჟიმის წყებს! თავისუფლება! დამხობა ბიძინას! დამხობა! დედის წყნა ბიძინას! დედის წყნა ბიძინას! მერცხლიანი ვარდია! და ერთი კითხვა, რიტორიკული მეგობრებო, ბიძინა ყლეა?
წარმოიდგინე რა მარაზმები არის. მე გამოდიან და სუფში ჩაუფურთხეთო ოცნების მხარდამჭერებს თუ პოლიტიკოსებს თუ იქ გამოდის ვიღაცა ცეცხლ უკიდებს პოლიციელებს და მოკლედ უამრავი რაღაცა ხო როგორ არ გაგვიგდეს. აი ესე იქცევიან. მე უკვირ და გვეუბნები რომ გვერდში რატო არ გვიდეხარ. გვერდში როგორ უნდა დაგიდგე ესეთ ადამიანს ეს უზრდელს და შეიძლება ზოგადად ქართველებს უზრდელი ხალხი არ უყვარს. ხო აი არავე ძალიან ისეთი პონტია ხო ეხლა ხუჩა ცხოვრობთ ადამიანებად უზრდელებს ქართველებს არ უყვარდა. უზრდელი მაგიტო აქვს 0-ს ქვემოთ რეიტინგი და მაგიტო ამათ ხმას არაზოს არავინ არ მისცეს ნორმალური ადამიანი და აი ესე რო იქცევიან ეს აი ეს რა შედეგს მოუტანს ეს თვითონ თავის საკუთარ თავს აზიანებენ ხო აი ესეთი გინება რას მოგიტანს უზრდელი ხარ და მე ჩვენ როგორ ითქო რომ გვერდში დაგიდე აი მითხარი აი რომელი ჭკუად ყოფილი ადამიანი დაეთანხმება იმას რომ ანუ იდეა რა არის ამ ყველაფერს რომ გამოუშვით ვიღაცა მოთხოვნა ანუ ამ მოთხოვნაში შენ მაქსიმალურად უნდა იყო კულტურული შენი მოთხოვნები სწორად წამოაყენო და უნდა მოითხოვრო შესრულდეს ხო ბანერით რო იგინები ჯერ ამხელა კაცია ბიჭო აი ელემენტარული აი ამხელა კაცი არის ზოგისთვის ბაბუის ასაკი შეიძლება იყოს და ზოგისთვის მამის ესეთი სიტყვები როგორ უნდა თქვა აი რა მართლა ზნედაცემული და დაბიო უნდა იყო რომ ამხელა კაცს აი ესე თავხედურად და უზრდელურად მოიხსენიებდე და აი პროსტა რო სირცხვის და კიდე გამოდიხარ მერე და ანუ მეუნები რომ ჩემ გვერდზე დადექილო შენ გვერდზე დგანან აი ესენი მე შენ გვერდზე იმიტომ ვერ დავდგები რომ მე სხვანაირი მორალი მაქვს მე ვარ ქართველი მე მაქვს თავმოყარეობა მე მაქვს ღირსება მე რო რამეს ვაპროტესტებდი და გამიპროტესტებია მე ამას ამ სიტყვებით არავის არ მოიხსენიებდი და არავის არ ვაგინებ და ზოგადად არ მიმაჩნია რომ ესე მოიქცე და გოგოები ხართ ანუ სახე დაკარგეთ გოგოები ყვირი ხართ და იგინებით აი ამ სიტყვებით რა გჭირთ მართლა აი რაზე უნდა გელაპარაკოთ როცა გჭირდებათ გოგოები ხართ ამ სიტყვებით ილანძღებით როცა გჭირდებათ გოგოს რო ურტყავენ ის გოგოს არ თვლით და ერთი ვიღაცამ თუ რაღაცა გითხრათ ეგრევე პანიკაში ვარდებით რა გონიათ და ყველამ და იმიტომ დარჩით ერთეულები რომ всё თქვენი გვერდში მდგომი ადამიანი აღარ არის იმიტომ რომ არასწორ რაღაცაში დგახართ იქნება და თქვენს დაანებოთ თავი მავნებლობას და აი ამრევები ხართ ვიხდი ქალაქში ყველაფერს შვებით აი რა შედეგსდებთ 0 გაქვთ შედეგი პროსტა აი იგინებით ანუ მავნებლობთ რაღაცა თითქოს სიტუაცია გინდათ რომ დაძაბოთ ხელოვნურად და ამ პოლიციელებსაც კიდე გაუშვეს სისხლი რომ აუ ხანსადგანან ხანსად ხანამათი ჭიდაობით იმათაც ალბათ გავჩაი წარმოიდგინე არ გასოს ნოემბრის აქციები რო იყო პესანს რომ მიდიოდა პირდაპირ აგინებდნენ აი ეს პირდაპირ აი სახეში აგინებდნენ და შენი ოჯახის შვილი საფლავზე ნახე და იქ მოვისაქმე და აი ესე პირისპირ ეს ნიშნავს რომ იწვევდი ხო ხო და ანუ ეგეთ ფორმატში ანუ შენ გვერდზე არავინ არ დაგიდგება გოგონი ხა დღეს ხო არ გაიღვიძე მაგ იმაში ამ ქვეყანაში ანუ ხო იცი რა ხალხი ვარ და ვინ ვარ და ხელოვნურად რაღაცას ქმნით თქვენივე ბაბელში მე იხლართებით ანუ კაი რა მართლა სირცხვილი არის და დაესვას წერტილად დაამთავრეთ რა თქვენ გვერდა ჩვენ ეხა ამდენი ხალხი შეურაცხეს ჩვენი გმირი და ჩვენ არაფერს და შენ გამოენთე ხა გმირების დამცველად აი ღმერთო აი არასოდეს არ დადგება ჩვენ ქვეყანაში ეგეთი რამე რომ შენი დასაცავი იყოს რომელიმე გმირი და ჩვენ აქ ვიждდეთ და რაღაცებს ვლაპარაკობდეთ დაივიწყე ანუ მოეგეთ გონს და შეხედეთ რეალურად რაც ხდება რა ვითარება ამ სოფლიოში და საქართველოში და ადეკვატურად იმოქმედეთ თორე გახდა 1015 დღე თუ რაღაცა უკვე გახართ მანდ და რაღაც 2007 დღე და შედეგი გაქვთ 0 და ამდენი ხანი რომ შედეგი გაქვთ 0 ანუ რაღაცა უნდა შეცვალოთ ან გამოცვალოთ და რაღაცა გამოცვალეთ თორე ანუ დამთავრდა კატასტროფაშია რუსთაველი გამოცვალეს უკვე მილები 100 წლის ჩადებოდა თქვენ რა ვერ გამოიცვალეთ მართლა ვერ ხვდით სადაშორის ბევრი მიხვდა და მიხვდნენ რა მდგომარეობაში წარია და აღიარეთ ბიჩვენებები დაიწყეს და ერთი პატარა ჩავთვალა და მე ჯაფარიძე მე ძალიან გულწრფელად ვიტყვი ახლა და ბევრი არჩევანი მე არაფრის იმედი არ მაქვს მართლა ანუ აბსოლუტურად ასე წარკვეთილი ვარ და აბსოლუტურად განცდა მაქვს რომ დაღუპულები ვართ და მორჩა ყველაფერი დავიხურეთ და ტიტრები ამოვუშვით აი გულწრფელი აღიარება ამ მდგომარეობაში ეხა ნახე აი ეს წარმოედგინე ამ სტვინში ხო ხდება და ეს იმდენად დაღალ ამან უკვე საჯარო თქვა და აი ესე ონისეზე მაგიტო გითხარი ეგ რამ სუფიქრებში წარმოედგინე ეს საზოგადოება რა ფიქრებში არიან
აი როგორ სტრესში არიან და როგორ ეს იციან, ყველას 99%-ის ტვინში აი ეს მდგომარეობა არის ზუსტად. და მაგიტომ არიან უბრალოდ ამას ხო ვერ გვღიარებენ ეხა ძალიან რთული არის ხო იცი ადამიანი ხ გამოვიდეს მით უმეტეს საჯარო შეიძლება პირად საუბარში ვერ გიღიაროს ადამიანო რომ რაღაც შეეშალა ხო რაღაც ჭირდება ხო მაგას რაღაც იგივე ხო და ეს წარმოიდგინე ეხა ესეც საზოგადოება როგორ გამოვლენ და იტყვიან რომ ჩვენ დავმარცხი და მაგიტომ არის აი ქათამსო თავს წააცლი და რო გარბის აი ეგრე ინერციით მირბიან ეხა საბოლოოდ ჩაიძირებიან იმაზე რა ქვი თუ შეიძლება ერთ ვიდეოს მეც გავაზრებ და მე ამ თემაზე გავაკეთებ კომენტარი აი ყურე ხალხი გამოყვანილი ყავს და აუ ამისი ჯერ ამის რო ჯერ და დაქოქილი და თვითონ აი ეს ზის ყურე ნახე ეს ჯაფარა ხო ჯაფარა რა კაცი აი პროსტო რიტორიკას არ მჯერა რომ ჩვენ თვითონ გავაგე რამე შანსი გვაქვს რომ 2024-ში 2024-ში რამე უკნა არანაირი შანსი არ გვაქვს ნული შანსია პროსტა ამას კიდე იმ სიტყვას არ გავიმეორე რა ზამა ესე და ესეო თუ მეო ერთი წამი ჯეროდესო რომ არ ჩვენო ამათ 2024-ში რამეს ვუძავთ თუ ეხა წარმოიდგინე ეს არის ამის მოსაზრება და გულწრფელი სხვათა შორის იცის ეს რომ ესე მოხდა მაგრამ მე ხალხი ყავს აი ესე გახურება ეს არის 20-24 ხო ამან კიდე ადრე ჭამა ცივი ხომი და გაიხსნა კი კაცო ნახე ესენ და ხალხი მიდით აბა და თვითონ არაფრის იმედი არა აქვს და წაგებულ თამაში ამათ აომებს და ეს მე მეუნება გვერდში რატო არ მიდიღარ ჩემას იბრაზე კედლებმა ვეღარ დაიტიაო რა კედლებმა დაიწრია სადგაბრა აბგაგაი სადგაბრა აი რა მომენტში და როგორ გაბრას და ერთი ალკი გახდა ხო და რავი ამისი კედლები რო კონდეთ დიდი ბევრი უნდათ ნეტა აი გვარამიას არ გასოს და ზორო ჩხუბობენ ხალხს რო ჩხუბებიან რატო არ გამოდიხარ გარე რუსთავზე მაგით ყოფილა სიბრაზე კედლებს რო ვეღარ იტევს ანუ ღამის ჩუმის გაფანტვის პონტი არის ეგ რა იცლება სივრცეში ხო და ეგ ყველა ხო ეჩხუბებიან ამათ აი ეს ვიღაც წამყვანები რო არიან და გვარამიან ისინი ხალხს რო ეჩხუბებიან გარეთ რატო არ გამ სტუდენტებს რო ერჩხუბებიან რომ გარეთ რატო არ გამოდიხართო და კი აღარ ამაქვს ვისასვლელი პირიო ძალიან მარტივი მდგომარეობა ხო უბრალოდ არ არიან თქვენ გვერდში და ამას რო იფურთხებით იგინებით იწყევლებით და საჭმელში ჩაფურთხებით და ვიღაცები ეგ იმაზე საფლავზე რუაფსამთ და ასე შემდეგ ეს საზოგადოება ხარ. იქ ვიღაცა რო ერთი წესი არ იყოს, ითქვიფება უკვე იმაშიც. მიხვდია, ერთ ადამიანების, აი, მასა აგიქონთ ერთ ადამიანებად, რა, ყველა არის კოლექტიური ონისე. სააკაშვილი ონისეს აქებს ერთი ხალხია. იქ ვიღაცა რამე შეიძლება ერთი წესიერი ადამიანი მეერჭმება, ნუ წარმოვიდგინე ვიღაცა ერთი წესიერიც რო იყოს, ისიც ანალოგიურად როგორც წესი და აუცილებლად აღიქმება ონისნაირ ტიპად, ხო? მაგიტო არავინ არ გიდათ გვერდით თორე ხა ჩვენ ბევრჯერ გაგვიმეორება ახალგაზრდები არიან ყველა პროტესტი ახალგაზრდების მოგონილია და ყველა რევოლუცია რაც მოხდა რა ახალგაზრდების ზურგზე მოხდა და ეხას ქართველმა ახალგაზრდულმა რო იგრძნოს რაღაცა პრობლემაა ვერავინ არ გააჩერებს აი ტალღას ცუნამივით გადაულიან საქართველოს უბრალოდ არ თვლიან ეს საზოგადოება ამას რა და არ თვლიან და ესენი პატარ-პატარა აიმენა ყველა ერთნაირი ჩვენ მაგიტო არ ვდგავართ პირველ რიგში თქვენ გვერდით თორე არავის არ მოგვერიდეო და პირველები გავალთ თუ გასასვლელი იქნება ეხა და ნუ მეტი რა უნდა ვისაუბროთ ახლა ამ საზოგადოებაში. მე მინდა რომ ერთი ისეთ თემას შევეხოთ და ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ და ზოგადად ეს ისეთი თემაა რომ ამაზე ბევრი არის ალაპარაკო და ბევრმა უნდა ილაპარაკოს რა. ნახე რა ის მაგ. აი რა უნდა მოხდეს ხო ქვეყანაში? პირველი რაც უნდა მოხდეს ისე რომ ადამიანებმა ერთმანეთის მოусვინონ ლაპარაკი და იწყონ პატივისცემა, აღდგეს რაღაცა ხვდები, აი ეს ამისკენ წავიდეთ რა. შემცირდეს ეს პოლარიზაცია და ეს ერთმანეთის ზიზღი და ერთმანეთის აი ამას უნდა აკეთებდეს ყველა ადამიანი. იქ ეხა შეიქმნა სივრცეები, სადაც ტელეეთერები გამოიყო სპეციალური სადებატო სივრცეები გაკეთდა, სადაც არის ხელისუფლება, გეხვეწება, რომ მოდი ძმაო, ვილაპარაკოთ, დავждეთ რა. ანუ ეგეთ დონეზე ვართ, რომ აქეთ გეხვეწებიან რა ისინი, რომ მოდი დავждეთ ვილაპარაკოთ და ზოგი თავს არიდებს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იტყვის, ზოგი მიდის და ანუ თავსი ირცხვენს, ზოგი რაღაც კაცურად ლაპარაკობს, რაღაცას იგებს, სხვა ყველა მხოლოდ ეცადოს, ყველა ქართველმა უნდა ეცადოს, რომ შეამციროს ეს ერთმანეთში ეს დაძაბული ურთიერთობები, ეს რაღაცების ზიზღი და ის და გამოდის კაცი, აი ხა ეს ეგ დავალება ამ ყველაფერს ეს ანუ პატარა ბიჭი არ არის რა, რომ ანუ რაღაცა თუნდა ჩაიხადონ და ეს ხალხია რა და ეხა სპეციალურად აკეთებ. აი შევრთავ ვიდეოს და просто მინდა რომ აი ამაზე კომენტარი გავაკეთო და ეს კაცი კი არ არის რამე ანუ ზოგადად არარაობა არის არა ზოგადად აი ეს არის სახეა მიხვდი და ზოგადად განვიხილოთ რა ეს ეგ ხო კოლექტიური ესენი არიან ხო აი ხა ჩავრთავ ვიდეოს არარაობა ჩვეულებრივი ტიპიური არარაობა აი პირველად ამას დაუძახეთ ესეთ ადამიანს დაუძახეთ პირველად არარაობა მე ბიჭო დაიწყე
რატო ესწავლებით იმ ადამიანებს, რომლებიც იმედში მუშაობენ და ამბობთ, რომ ჩვენი კოლეგებია. არ არიან ისინი თქვენი კოლეგები. ისინი არიან რუსეთის კოლეგები, ისინი სიმონიანის კოლეგები არიან. არ არიან თქვენი კოლეგები. ის ადამიანი არც ერთი მათგანი ვინც დღეს იმედის სტუდიაში მუშაობს, ზის და ასეთ ცრუ გადაცემს აკეთებს. არც ერთი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ჩვენს გამარჯვებას. შენ ვინ ხარ და რას იმსახურებ? კი არა, რას იმსახურებ გეტყოდი. აი მან ხარ უყურე ნახე, საერთოდ არ ვიცი თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. პროსტა მამის ტოლა კაცი ხარ. იმის მაგივრად რომ რაღაცა ყველაფრის შემცირებაზე ლაპარაკობდი და რომ რაღაცა რჩევას აზრევდი ახალგაზრდებზე ეს მოდი ხარ ეთერი გეთმობა. ჯერ რადონეზე არიან რომ ამ ეთერი ეთმობათ რომ და ეთერი გეთმობა და მოდი ხარ და ამათო როგორ გამარჯობას როგორ ეუნები როგორ ესალმები ეგენი თქვენი კოლეგები არ არიან და ეგენი ისინი აი არ გცხვენია აი რა უნდა რა სახელი უნდა წაიღო ამ ქვეყნიდან რომ აი აქ მოდიოდი და ბოლოს შენი ბოლო წლებში ანუ აღვივებდი ამ იმას რა ქვია რომ გამარჯობას რატო ეუნებით ეგენი თქვენი გამარჯვების ღირსები არიან გამარჯვების ღირსი საერთოდ არაფერს არ ხარ იმიტომ რომ ესეთ რაღაცას ვინც აკეთებს ის გამარჯვების ღირსი არა შენ უნდა კარმულად უნდა დაგიბრუნდეს ეს ყველაფერი და არავინ გამარჯობა არ უნდა გიცადო პროსტა რა ფენომენია ანუ რას ანუ ხალხო სადამდე უნდა მივიდეთ პროსტა რომ აი ესეთი კაცები უნდა უგრევდნენ რაღაცა კატეგორიას twins და დაიხიეთ უკან რა შეეგუეთ ბედს და გააგრძელეთ ნორმალური ცხოვრება ამ ესეთ ხალხს არ უსმინოთ საერთოდ ესეთი მაგალითები არა იყოთ რა მენტალურად ერთი ხალხია აი ხა ვინც საუბრობთ როგორი უზრდელები დაბოღმილები არიან ყველანი ერთად და ფაშიზმი ნაციზმი ყველანაირ ბუკეტია ყველანაირ ბუკეტში ჩამოჯდარი საზოგადოება არანაირი მორალი არანაირი პრინციპები და ესეთი ხალხი უარსებობს ჩვენ პოლიტიკაში ეს ტრაგედია ეს ამას ეთერში საერთოდ როგორ უნდა აი ეს აბა ხომ არა ეგ ეთერია ეგ არის მაგათი ეთერი ხო და ეგ არის მად მივდივარ ზუსტად მიზანი ეს არის რომ დავყონ ჩვენ და მაქსიმალურად ჩვენ ქართველებს გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ეს არის მთავარი მიზანი და მადლობა ღმერთს არ გამოზდით, მაგრამ არის რაღაცა მცირე ნაწილი, რომელსაც გამოურეცხეს ტვინი და აი ესე არის, ქართველი ადამიანი სულ იმეორე ეს სულ ძალიან უცნაური მომენტია, რომ საჭმელში ჩაუფურთხე, რას ნიშნავს? რა რომელ რავი ეთიკის ნორმებში წერიან, ეს როგორ უნდა უთხრა ვიღაცას, რომ აი საჭმელში ჩაგიფურთხე, ანუ მარაზმი არის, კატასტროფა. აი ხა ეს აი ესეც ამათი კლასტერიდან არის ეს წარმომადგენელი, უბრალოდ აი ჟიჟილაშვილი ნახეთ, აი როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი. იმუშავებთ ისე როგორც გასწავლეთ? ნუ რა ხმაგა. იქნებით კეთილსინდისიერები. მიხვალთ ხოლმე აქციაზე? ეგ არის ხო? აბა რა. აი რამდენ ვახოსანაიასაც დაიჭერენ იმდენ ახალ თავისუფალ იმელარს ხო ჩარიცხავთ რომ გამოიყვანოთ. რამდენ ზიამაღლობელსაც დაიჭერენ იმდენ სილას ოღონდ პროფესიულს მიიღებენ? კი და ჩარიცხავენ ლარიანებს და გამოიხსნიან ციხიდან. აი მოდი წაიღეთ დიპლომი ეს აი ეს სადიპლომო ეს როგორ უნდა იყოს მასწავლებელი ეს როგორ უნდა იყოს ანუ რა უნდა ასწავლოს აბა როგორ უნდა ასწავლოს ანუ ეს ხო მავნებობა როგორ საწყობს ისე ასწავლოს ხო უეჭვეთ ან ლევან ბერძენიშვილი რო არის ახლა კიდე აი ეს საზოგადოება რატო არიან ანუ არ უნდა ქონდეთ უფლება ამას ბავშვები როგორ უნდა ასწავლოს ამას წარმოიდგინეთ რა პროპაგანდას ბას ხო სანამ ზია ამაღლობელიო გმირად რო გამოყავდა ბავშვებს რო უნერგავე რომ ზია ამაღლობელი აი მაგრამ იქ არ ამგონი ეხა რამოდენიმე შევარაღოს რაღაცა გარკვეული ნაწილი დააზომოს მაგრამ ეხა ნუ არ ამგონია რომ ყველა ანუ ზეგავლენაში მოექცეს ამისტი ხო ანუ ჩემი ეს და ესე გადაითემნებოდა იქ ხო მიხვალთ ხოლმე აქციაზე კი და ხო იყვირებთ არა რუსულ კანონს კი და აბა ეხლა იმედი ვახოსანაიას ლარებს ხო შეუგროვებთ გამოსაყვანს ჟურნალისტებს ვზდიან როგორც მხარეებად არა და ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური ეს არის მთავარი პირველი აი მენა პირველი აკრდენი ჟურნალისტიკის არის შენ უნდა იყოს ობიექტური შენ ეგრე მხარეს რო ირჩევ და მხარეს ასწავლი ბავშვებს მე ისინი როგორები გაიზრდებიან ხო რაღაცა შენ ზეგავლენის ქვეშ ხო მოექცევა რაღაცა საზოგადოება ნახევარი თუ არა რაღაცა კატეგორია ხო მოექცევა რა უფლებით უნდა იყოს ეს ჟურნალისტი ჯერ რეგვენია სრულად ობიექტური ჟურნალისტიო რო თქვი უცებ ობიექტური ჟურნალისტი და გამახსენდა ერთი ვიდეო და მოდი დაილინკა ხო მოდი დაილინკა და მოდი ჩავერთოთ მინდა რომ ჩავერთოთ ეს არის ერთი წუთი ხო ამ ვიდეოს უყურებთ მე მიმართოს მე გავაკეთებ
რამდენი გვაქვს ნანერვიულები, რამდენი გვაქვს გულშემატკივრებს ნანერვიულები, ეხლა ლაშა ტალახაძეზე მე ანთებული, არ ვიცი ბედნიერი და ეხლა ვდევარ და ვუყურებ და მახსენდება რამდენი მაქვს მასზეც და სხვებზეც ემოციები დახარჯული და ვუყურებთ მე რომ მართლა ხუთკაცზე და ერთ დეპუტატზე როგორ უნდა ხარჯო ბიჭო ესე. აი ყალბი არის? როგორი ყალბია რა. საზოგადოება იქ ვინც უზის, ესეც უზით ბიჭო, ეს ტიპი უზით, არ მიესალმოთ არავისო. ეგ ტიპი უზით, აქიან ის სათვალებია, რომ ვერ გაიგო რომელ პარტიას უნდა შეეკედოს და მარტო რო გაიჭდა ბოლოს. ეგ ტიპი და დედა ინგას მე მივმართავ ლაშა ტალახაძეს. რამდენი ქონია ამ ქალს შენზე ნანერვიულები და რა და შენ და ჩემპიონი რო აწიე ის ამდენი კილო რო აწიე ინგას ქონია მან ნანერვიულები და ამას გადაცემას ქონია და ჩვენ გვეგონა რომ მართა ჩემპიონია მართა შვებოდი დაუბრუნე ეს ნერვიულობები ინგას ხა და სხვანაირად არ ეგონა საერთოდ ესე რომ ვაი თქვენს პატრონს რა ჟურნალისტია ბიჭო ეს ჟურნალისტი კი არა ვაფშე ამას კატასტროფა არის ამას ისეთი რაღაცები აქვს ნაკეთები მაგრამ ეზარება ამ ქალის რაღაცების გაძრობა მართლა ისეც აზრი აღარ აქვს იმდენი აქვს რომ მართლა აღარ შეია რა ყველა დროში ნაცხოვრებია ყველა დროში ყველა იმისკენ იყო წარმოიდგინე ყველა დროში აი შევარდნაძის დროსაც ეგ იყო მე სააკაშვილის დროს ყველას მიეკ ყველასთან ისე იყო ყველას მე პოლიტიკაში გადავიდა რაღაცა ქრისტიან დემოკრატებში თუ რაღაცა პარტიაში იყო და მე შენ თუ გაქვს ინგან ანერვიულები აი ჩვენ უბრალოდ ძალიან მაგრა გთხოვთ რა საზოგადოება თქვენ შეგეძლოთ არ გენერვიულად ისედაც მოხდებოდა მაინც ეგ ფაქტები და აქაც იგივე ფაქტთან გვაქვს იმასთან გვაქვს პრობლემასთან გვაქვს საქმე გები და შენ საამაყო სპორტმენს რომელსაც რეკორდს ვერავინ ვერ მოუხსნის ეხლა მე მგონი კიდე შეიძლება დაბრუნდეს და კიდე რეკორდები გამომჯობოს და გახარ და რამდენი მაქვს ნანერვიულები აი ამადლის მიხდი რა განერვიულებ და ანუ ვაფშე რა სპორტია ეგეც ნანახი ალბათ არა აქვს აი როგორ იღე ანუ ეგ ნანახი შევქოთ მაგრამ ნანერვიულები არა და ის იქიდან იქიან ისუზის და გენო პეტრიაშვილი რა გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონები არიან სოფლიო ჩემპიონები არიან ჩვენ ქვეყანას ამაცაღელ უამაყია და დღემდე მაგ სპორტებში ორივე არის უდიდესი ფიგურები მთელი მსოფლიოცას პატივს და თქვენ ვინ ხართ? აი თქვენ ვინ ხართ? ანუ ვინ გიცნობთ ამ პატივს ვინ გცემთ? ანუ ჯო ვილსონი იცით ერთი მეგონი ტიპი ვინც ალბათ შეიძლება დაგელაპარაკოთ და რაღაცა გითხრათ ისიც უკარინჯესი და აი უსამარცხვინოესი რაღაცნაირი კაცი და კაცი შეიძლება და უნდა მოგცე შენ რა მაგალითად თინაბო კუჩავა თუ შეგხვდება სადმე ხელი არ ჩამოვართო არასდროს რა. თინაბო კუჩავას იმდენზე აქვს ხელი ჩამორთმეული რომ ნახებ უბრალოდ აი არ ვიცი რა. მიდია. დრიხ მერც ჩამოვართვი ხელი, ან ურსულა ფონ დერ ლაიენს ჩამოვართვი ხელი, ან კაია კალას ჩამოვართვი ხელი, ან ნებისმიერ სხვა შორის ბილ კლინტონს ერთდროს ეს მონური მენტალიტეტი. მაგარი ხელი ხო, მაგარი ხელი გაგძა. პროვინციალიზმის ბოლო დონე რომ ამით ამოყოს რომ ხელი ჩამოვართო ურსულას და რაღაცა რომ გონია. ხდები რა მონობაში შეიძლება ვიყოთ ეს რომ რამე იყო. ახლა ტრამპმა ხელი დაგვიქნია და ეს პონტი რო არის. ესეთი პროვინცია. დღეს ახალი ნიუსები, დღეს ახალი არიბას დარწმუნებულიო, შეიძლება გაკეთოს ხელი, მოიჭრა. ყველაზე დიდი მიღწევა ხელი აქვს ჩამორთმეული. ანუ რა დონეზე ხარ წარმოიდგინე, შენთან მოვლენს ალბათ და ანუ შემაცი ვარ გამოაღები და რას უნდა შეჭამენ და შენ გაგარეცხინებენ ალბათ იმ კუჭას და ალბათ შენ ლოგინში ესენი დაიძინებენ და ტახტზე გადმოგაწვენენ აი იმენა მაგდონის ტიპები ხართ აი ზუსტად აი ურსულა რო საში გაიჩნდოს ეგრე მოიქცევა ეს იმიტომ კი არა რომ აი ეს იმიტომ კი არა რომ დიდი პიროვნებები არიან და სტუმარია და იმას დაუთმობენ და აიტანენ ამას არა უბრალოდ ეგეთი აი მონური ფსიქოლოგია აქვს სადაც აი ეს უცხოელია ეხლა და ეს რაღაც ნიუსები შემხვდა მე არ ვიცი ვისი ნიუსებია მაგრამ კილიან ბაპემ ხვიჩა კვარაცხელია დააფოლოვა და რა კილიან ბაპემ რო დააფოლოვა აი რა ბიჭო გვეხვეწოს და გვაფოლოვოს ელმა სოფალიონ ბიჭო ანუ აი რო და
ბაპემ თუ დააფოლოვა, ანუ ვაფშე არ აინტერესებს დაწმებული ხვიჩას, ეხლა ბაპეს დააფოლოვა. ყველა ფეხბურთის ხო და შვილო, ანუ ბაპემ კი არა, ანუ ესეთი ნიუსი უნდა გააკეთო, ხვიჩამ ბაპეს არ აფოლოვება და აკამდეო. ან რაღაცა, რა დამახინჯებული გაქვთ ყველანაირი აზროვნება. ვერ გავიგეს მოვა. ბოლოდონის სიბანძე და პროვინციალიზმი, რომ ქვემოდან რო უყურებენ, ეს ახ მარტო ორსულა სახში რო მიუყვანო ბოკუჩავას, ხვდები ეს როგორ მოიგზდება. ეგ ვიდეო არა გაქვს შენ ნანახე, ეს რო იძახის მესვეც კი ვარ, ვაკეში ცხოვრობ და რაღაცები. არა, ბოკუჩავა. 203 კი გაქვს, მე მგონი არ გასასწრებო. არ მინდა, არ მახსენებოდეს ეგეთი რაღაც. მიხდი ამათი ტვინი როგორი აი და რაღაც დაქვეითებული. ხო, მაგრამ ვერანაირად. ხაზებს რას უსვამე, რომ ვაკეში რო ცხოვრობს და ურსულას რო ხელი ჩამართა, ეს გონდია რაღაცა ამით ხალხს თავს მოაწონებს, რომ ვაკეში რო ცხოვრობს და გოიმი არ არის. ან ესე იგი, თავის თავში იქ რაღაცა პრობლემები აქვს თავის თავთან, აი გვინე ხوار ფიქრობს, რომ მე გოიმი ვარ და ანუ ამათ გვიმტკიცებს, რომ არა მე ვაკელი ვარ, გოიმი ნუ გოიმი ვარ და წარმოიდგინე. ძალიან ცუდები არიან და აი ეს მინდა რა ჩართოთ, აი ხო, აი დღეს მოხდა ესეთი რაღაც, ნუ გასაკვირი არა. სააკაშვილს ხო, აი მოდი ეს ვიდეო ჩართო და მე გამიხილოთ. მიშა სააკაშვილი ჩემს თვალში ალექსანდრე მაკედონელის ქარიზმის მატარებელი კაცია. სად მე აი ალექსანდრე მაკედონელი და სააკაშვილის კავშირი ჯერ სად დაინახა აი ამომეში რამე ეგ სადაც გააკეთა მან ტიპმა ის რა გააკეთა მან ეგ სადაც გააკეთა ტიპი ხალი გამოვიდა და ამ ხელად იმისგან სეტკებისგან რა ქვია ამ აუთულებისგან მოქსოვილი ციხე ქონდა და ეს არის როსთავის ციხეო და გამოვიდა შიგნა სასოდო მტრედი ის თოლო შიგნა ტრედი ასმიშვები და მე პერფორმანსისთვის იმის შოქში ჩავიდეს ეს ტრედი გამოიყვანა თან აი გამობუნდღა იმეებზე უსმებზე რაღაცები გამოედო გაისისხლე და ეს არის სააკაშვილი და გაუშვდა უდარა ხო და წარმოიდგინე აი კატასტროფა და დღეს სააკაშვილი გამოვიდა და რა ისახით იცი არც მეტი არც ნაკლები ნელსონ მანდელა შეადარა თავის თავი წინა კვირას დავით აღმაშენებელს შეადარა და ცოტნე დადიანს და იმათ რა ხო ეგ კიდე კატასტროფა არის ნელსონ მანდელა კიდე მე ასე ვთქვა პოლიტიკურად რო შეხედო რა რადიკალურად განსხვავებული ორი პერსონაჟი ნელსონ მანდელა 27 წელი ყავდა ციხეში აპარტეიდის პერიოდში და რა ვისებდა დასავლეთს და ლიბერალებს 27 წელიო და ეს წარმოვიდა 3 წელი იჯდა და იმე წამიყვანით სავატობოში და მუმია დაიჭდა და დემენცია დაიმართა და თავს იკავდა და იმე ანუ რა დღეს ჩაიგდა რა მანდელა გაიჭდები რა დღეს ჩაიგდა თავი ანუ 27 წელი ხო აი ტირო და ყოფდი ყოველდღე რომ აიმე და იმე თვითონ ვარდებოდა ლოგინი და გაიხსენ და ესენც გვიკლავენ პრეზიდენტს სად დახართ ვარ მანდელა ებრძოდა იმ ხალხს ეს ვისი ლეკვი ვისი მონაცარი მონა რო აი ჩაძახე იმ ხალხს ებრძოდა ნელსონ მანდელა რომ რა იყო რომ 27 წელი რატო ყავდა ციხეში რომ შავკანიანებს სამხრეთ აფრიკაში არ აძლევდა ხმის მიცემის უფლებას შავკანიებს ცხოვრობენ 80% სამხრეთ აფრიკაში და ყავდა თეთრკანიანი პრეზიდენტი და მე ეს 27 წლის მერე გამოუშვეს მე შავკანიებს მიცეს უფლება და გახდა პრეზიდენტი და ვისებდა ბრიტანელებს და ამ საზოგადოებად ანუ კოლექტურ დასავლეთს ხო და ეს არის გადასავლების ლეკვი და როგორ შეიძლება ამ ადამიანთან დავით აღმაშენებელზე ნუ ეხა აღარ ვსაუბრობ დავითთან რას თქვი რომ დავით აღმაშენებელს ჩემზე მეტად გაუმართლაო ანუ რა იგულისხმის რომ იმას მეტი დრო გქონდა მე არ დამცავდაო მე ხდი აი 9 წელი ვიყავი მე დამცავდა თორეო ბევრ ამის გავაკეთე მე ძალიან ვიღადავე ჩემს ხა ბოდიში AI მე ხა ციხეში ხო ყევარ ჩამოკეტიო და ჩემი AI გავაკეთე ერთ-ერთი მგავსო და აწი არ მოგაწყენთ ხა მაგის AI-ები დაგვიწევს ეგ გაგვაკდა ხო და ეხა და წარმოიდგინე იმიცი რა ქვია ესე დღეში ხო არის ანუ წარმოიდგინე ალბათ ეხა ესე ზის და მე ყველაზე მაგრამ იმაზე ვიცინე ის პრიჩოსკა რო აქვს ახალი ხო უკრაინული პრიჩოსკა რო აქვს და ია მიშკა უკრაინეს თუ რაღაცას კაზაკია კაზაკოვს ეხა კაზაკია ვითომ აი ეხა რა კაცია ეხა რამდენი ქარაქტერია ეხა აი ყველა და ყველაფერი არის ბიჭო მეგრელის ხო კახელის ხო არ სომეხის ხო უკრაინელის ხო აი ყველა ეროვნებისა ვაფშე ყველაფერი აჭარაჩადის აჭარელი იქჩადის კი და იმას და ესეს ის ეხა ალბათ ინები ისნენ ციხეში ისეთები ცოტა ხო ანუ აი მაგ პარალელსა და იმათმა და ეხა მე მგონია რომ კიდე მაგის ვისაც ჯერა იმათმა ნელსონ მანდელა და მე არის ციცია
კი, ჩეგევარა არისო და იმ დღეს დარბაზში მივდიოდი, დარბაზში ჩვენ სადაც დავდივართ, მან ადრე რა, რამოდენიმე თვის წინ დარბაზში შევდიო, მაგ დროს ჩვენი მეგობარი ელაპარაკებოდა ერთ გოგოს და ჩეგევარა არისო და ახალგაზრდა ბავშვი ჩეგევარა არისო და ვინ არის ჩეგევარაო? ოიჩხუბებოდა აქ და არ გამიკვირდება ნელსონ მანდელა და ჩეგევარის ერთი მომენტი აი რა, ანუ ჩეგევარა. გაიგიო, ნელსონ მანდელას და რითი გაიგიო და ჩეგევარა როგორ არ უნდა იცოდე, სადაც ჩეგევარა ეს ნელსონ მანდელა და იმის ეწევა რა ქვია. აი ხოსებს. ხო და რაც არის. აი მოდი ციხეში ხო და ნელსონ მანდელა ციხეში რა ციხეში ყავდა და ეს რა ციხეში ყავდა არა ბიჭო ეს იყო 3 წელი. მე დედამისი რო იძახდა რომ ძვლებში ამწვევდნენ და სამავთყოფოშიც ყავდათ რა ისე რა აი გავლით არა და 3 წელი იქ იყო. იმ ქვერის ხარით ერთ ვიდეოს განახებ თუ გინდა რა ანუ პრობლემა არის გადაჭრილი აქ პრობლემა ხო იყო ტროტუარზე დგომაზე გვიჭერენ იმაზე ხო ტროტუარი აუყარეს ვაფშე რომ ვეღარც იდგნენ რა და ანუ ტროტუარი აუყარეს რომ ხეზე რო ავიდა ხო და ამან მიიღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი და მინდა რომ მოვუსწრო ბოკო ჩავამინდა ხეზე ვნახო და ვიკაბუკია ოიმე რა გოიმე ბოლო-ბოლო ახლა თუ გზაზე დგომასაც აგვიგზავნებენ, ტროტუარზე დგომასაც აგვიგზავნებენ, რავი, ბევრი ხე არის რუსთაველზე და იქიდან შეიძლება კეფიც უნდა წაუჭრა მაგათ. წარმოვიდგინე აი ჭადრებზე რომ ამძვრალები რო არიან თითო-თითო და დაკიდებულები და და იქიდან რომ დამეჯერ. აი მართლა წარმოვიდგინე. კი, გააკეთებენ. ის ანუ ცოტა გადარჩა რა, ანუ რაღა ეხა უკვე ნახე რა ხდება დააკვირდე, რომ ვეღარაფერს ვეღარ შევიან, ეხა გაქვს როკეტ, გაქვს სტრონგეთ, მაგას სტრონგეთ. გაქვს სტრონგეთ შეალიჩობენ, ეხა რომ ნუ ჩემი მეგობრები ყველა დაიჭირეთო რომ მე 6000 ლარია ჯარი მიწეთო და ტირს ისყებ და მეც გაქვს როკეტს, მო არ გადავიხდი მაგ ჯარი იმასო. რა ვიცი ეხა, რა ვიცი, ინდონეზია რო გაიხდი საქმე ზუსტ დაჭერა რო უკეთესი პონტი არის, რა ვიცი, ძალიან ცუდი. ხაი, წინა გადაცემასთან განსხვავებით ცოტა იუმორისტულ ფორმას დაუბრუნდი, ჩვენ უბრალოდ ნუ სხვა გზა არ იყო ხა ეს დაგროვდა ეს საზოგადოება. არა, იმიტომ რომ ხო ხვდები ხა. ხო, ცოტა ისიც მივიცეთ, კი, ჩავაკრეთ თეთრი ხო, ცოტა ხანი. კი ბატონო, მაგრამ ისეთი ნიუსი გვაქვს რომ აქ საქართველოს იმედი ჩვენ დავბრუნდებით მაგან. არა, სიმედი არა, ეს ერთი საშინელი ვიდეო რო გვაქვს ეს გავუშვათ. ეგ მინდა ხო, ცოტა სერიოზულ ვიდეოს და მე დავასრულოთ გადაცემა ეს ღორი მართლა ნახე ჯერ აფერისტი ყველაფერს ყოველს იძახის ვიღაცა რუსი ბლოგერი თუ რაღაცა უკმაყოფილოა ჩვენი ქვეყნის. Я русский, я из России. Вся Грузия исписана украинскими флагами, всякими Раша там и так далее, и так далее. И, соответственно, отношение к русским здесь максимально такое, пренебрежительное. Ты тупая свинья, обоссанная, блядь, тварь ебучая. То есть это настоящий национализм. То есть для русских у нас ничего нет. Ты чё, ебаться? Тварь. А для кого есть? Может, по цвету кожи еще будем определять? Тупые ебучие, вот такие, блядь, обоссанные, сука. Вы не понимаете, что, сука, вы дауны. ჩვეულებრივი ლიბერალი ამათი საზოგადოების წარმომადგენელი. ეს არის მართლა ვირთხარ. აი ეს არის ზუსტად ეხა გეტყვი ვინ რომელი ტიპია ეს რა. ანუ ეს ვირთხა ეხა მე რო ამას აუდგე და იგივე იმ ციბრაზ მე ამაზე როგორ ეს არის იმენა არაფერში დამალული ვირთხა არის. ჩვეულები ესო სადმე ვინმე შეხვდეს შენ ძალიან კარგად იცი რა პასუხს გაცემ, მაგრამ აი ეხა ამონისეზე მიმართვა და ამაზე მიმართვა როგორ უნდა იყოს იზონისე პირდაპირ მოისმენდა მაგას და მთელი ყველას დემონსტრაციულად ყველას თანდაცებით გააკეთა ეგ და თავისთავს აპრავებდა. აი ეს ფარჩაკი რო ვინმე მიპოვოს, ეს არის დამალული ეს ტიპი და აკეთებს რას, ნახე? ზუსტად საქართველოშია ეხლა? ზუსტად მე როგორც ვიცი, მე მგონი საქართველოშია სადღაც და მომისმინე უყურე რა შეება სპეციალურად მიზან მიმართულად შეება ნახე ზუსტად იმათნაირი მავნებელი არის ზოგ-ზოგი ერთებისნაირი რომ ეხა ნახე ამას ხო იმაშება ეხა აქედან ქართველებს გააბრაზებს რომ ეს მაგრამ ეს ღორი არის ერთადერთი ამას სადაც მიუწოდებით აი დავახევ ორივე ყურს მე პირადად და შენ არ გამორიცხო ის რომ ეს ეხა ამ ღორების დაფინანსებული იყო და სპეციალურად რომ აი ესე რომ რამდენს ბედავენ და რამდენს ამას არავინ აბდეს ეს არის ჩვეულებრივი ღორის შვილი რომელიც არის დამალულია და რომელიც მართლა აი ამ საკადრის პასუხს აუცილებლად გავცემთ ქართველები ამას ვინც იპოვის მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს უბრალოდ ის თემა არ არის რომ აიტაცო და ესე ხდება და ამას გვიშვებიან და ესე გვექცევიან ეს არ არის სამაგისო თემა და არ მინდა ეხა
შეიძლება მაგ ჭრილში შენ თუ ხარ დაკვირებული ყველა ზაფხულს სულ რაღაცა პრობლემა ხდება რატო რომ ტურისტები ზეებზონ შეხო ჩვენი ეკონომიკა ძირითადი მდგენელი არის ჩვენი ტურიზმიდან შემოდის ფული რა და სულ ყოველ ზაფხულს თუ გასულს გემი რო შემოვიდა და რო გააგდეს და რაღაცა ეხა ეს ხელი მუშტი რო გაარტყამა წარმოიდგინე ერთ დღეში 90000 ჯავშანი გაუქმდა ანუ 90000 ჯავშანი რაც შეიძლება რომ სადღაც ისე რომ გადაიყვანოს საშუალო სადღაც 1 200 300 მილიონი შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ამ 90000 ადამიანს დაეტოვებინა მე ხვდი ერთი მუშტის დარტყმით აი ხა ესეთი ღორები რო გამოდიან და ეს მაგიტომ გონი ეხა ზუსტად რაც არ ვიცი ვერ ვიტყვი იმათ განსხვავებით მაგრამ რაღაცა გონიური ეჭვი მაქვს იმისა რომ შეიძლება ეს ღორი მართლა რაღაცა ამათი დაფინანსებული იყოს და ესეთ რაღაცები ილაპარაკოს და მე ვიღაცამ კიდე ერთი წაათაქოს და კიდე ერთი 100000 ჯავშანი გაუქმდეს და ეს აქ ყოველ ზაფხულს თუ ხარ დაკვირებული რომ სპეციალურად ეს მიდის და რო დადიან ეხა ტურისტულ ზონებში და პუტინს რო აგინებენ და ბიძინას ერთად და ნუ აი ეხა მე დავსვა ერთი ლეგიტიმურ შეკითხვას მე მაინტერესებს თქვენი იუმორისტები არა ხართ რომ მიდიხართ იქ რა ქვია უცხოურ ქალაქებში რაღაცა სტენდაპს რო მოგიჩენენ რაღაცა წუთებს და რო გამოდიხარ და ქართველ პატრულებზე რო გადაობთ, ქართველ პოლიციებზე რო გადაობთ. თქვენ ხართ იგივე ხალხი ზუსტად. ანუ მაგიტომ გახსენებთ მაინც რა რომ რო გადიხარ და ვიდრე ინგლისელი პოლიციელი რო მაგარია და ქართველი არა და ამას რო აკეთებ და ჯერ შენ თავზე უნდა იმას ქნა და მე გააკეთო ეგეთი რაღაცები. რომ აი მაგიტომ ხართ ზუსტად იგივენაირი ტიპები. თქვენ ქართული კი არ გიყვართ და ქართველის კი არ გტკივათ. ანუ უბრალოდ მიზეზს ეძებთ, რომ რითი დაარტყათ თქვენ ქვეყანას და რაზე გაუსვათ ხაზი და რაზე მიუთითოთ და გიენები არიან როგორი ტიპები? იცი, ბევრი თუ არიან, აი შეიძლება რაღაცა დაიწყონ. ცოტა გულზე არის. მაგრამ ბოლომდე მაგას ვერასოდეს ვერ მიიყვანენ გიენები. აი სამი კაი ჯიგარი ვებხვი, აი გადაჭამს. რა თქმა უნდა, ერთი ლომი არის საკმარისი. ხო და ამიტომ რა, თქვენ ვერაფერს, ვაფშე ვერავის ვერაფერს ვერ უზავთ და ვერაფერს ვერ დააკლებთ. ამიტომ რავი, გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ღმერთმა გიშველოთ კიდე და რაღაცა მოხდეს, რომ იქნება თქვენი ტვინების განათადა ეს საბოლოო ჯამში და. იმედია, ვიქონია ჩვენი ქვეყნის. ხო რა, მოდი ამ პოზიტიური იმითი დავავსებოთ ჩვენ მაყურებელს და შემდეგ გადაცემაში შეხვდებით აუცილებლად. კი, დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის და გორჩი დგომისთვის და გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა, ეხლა მაგალითად ამდენი 9 მილიონი მაყურებელი არის და ძალიან ბევრს ეზარება ამ გამოწერის ღილაკის და ანუ ამით ჩვენ გვეხმარებით და ჩვენი გადაცემა ბევრად დიდ აუდიტორიაზე გავადა. ნუ დაიზარებ ძალიან მაგრამ კომენტარებს და ვერ ხვდები რომ რატო არ არის ეს ამდენი ისე და ნუ აი ესენი ზოგი ვერ ხვდება ჩვენ სერიოზული ბრძოლის ქვეშ ვართ მაქსიმალურად უდავენ ამიტომ საჭიროა მიხვდი რაც უფრო ბევრი მეგობრებო დაგვიდექით გვერდში და რავი ხარ დაგვიჭირეთ და დაგვაფოლოვეთ და გამოგვიწერეთ ყველგან ხო ნუ იქნება ყველაფერი მე დარწმუნებული კი ბატონო დიდი მადლობა რომ გვიყურეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი მომავალ შეხვედრამდე მადლობა მეგობრებო რომ გვისმენდით დროებით მომავალ შეხვედრამდე კარგ ბრძანდებოდეთ